გადავთო. გამარჯობა. ერიკი თქვენ მადლობა. მოგესალმებით, ძალიან დიდი მადლობა მოწვევისთვის და ნამდვილად ყვარლის თემაზე დაინტერესებისთვის. პირველ რიგში მინდა მოგითხრათ, რომ მე ხა ყვარლიდან მომდივარ და ნამდვილად სამწუხარო არის ის ფაქტი, რაც ვიხილეთ ჩვენ ყვარელში რამდენიმე დღის წინ. ეს იყო ნამდვილად რამდენიმე კლანს შორის, ქართული ოცნების რამდენიმე κλანს შორის დაპირისპირება თანამდებობებისთვის, კამებისთვის და ის აურზაური, რომელსაც ადგილი ჰქონდა საკრებულოში, ყვარლის საკრებულოში, ნამდვილად არ არის გამოძახილი იმ პრობლემების, რომელიც აქვს დღეს ყვარლის რაიონს. პრობლემები ძალიან ბევრია, მოსახლეობა ნამდვილად შეწუხებულია საკმაო რაოდენობის პრობლემა, მოუგვარებელი პრობლემებით, რომელიც არ მოგვარებულა ამ წელიწადნახევრის განმავლობაში და იმის მაგივრად, რომ თვითონ საკრებულოც, თვითონ გამგებელიც, ქართული ოცნება მთლიანად კოალიცია იყოს ორიენტირებული ამ პრობლემების მოგვარებაზე, ამის მაგივრად დაპირისპირება კლანებს შორის ყვარელში და ხაზგასმით მინდა განვაცხადო, რომ ნაციონალური მოძრაობა, მათ შორის ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლები თვითონ საკრებულოში, ყვარლის საკრებულოში არანაირად არ მონაწილეობდნენ იმ დაპირისპირებაში და იმ ვაკხანალიაში, რომელსაც ადგილი ჰქონდა ყვარლის საკრებულოში. ჩვენ ვემიჯნებით ამ პროცესს სრულიად და ვაცხადებთ, რომ ჩვენთვის, პირადად ჩემთვის, ჩემი პარტიისთვის, ნამდვილად მნიშვნელოვანია ღირსეული ბრძოლა არჩევნებში, მოვიპოვოთ ღირსეული გამარჯვება და ჩვენ ორიენტირებულები ვიყოთ იმ პრობლემებზე, რომელიც აქვს რაიონს. კიდევ ვიმეორებ, საკმაოდ პრობლემების მრავალფეროვანი ასპექტია წარმოდგენილი და ამასთან დაკავშირებით სავალალოა და სამწუხაროა, რომ ქართული ოცნება თვითონ ყვარლის რაიონში და არა მარტო ყვარლის რაიონში ვერ იყოფს კამებს და ვერ იყოფს სხვადასხვა თანამდებობებს. წინა საარჩევნოდ მე მგონი ყველა ესეთი სუბიექტი წინა საარჩევნოდ დაინტერესებული უნდა იყოს, რომ არჩევნები ჩატარდეს შვიდ ვითარებაში, თანაბარი პირობები ჰქონდეს ყველა საარჩევნო სუბიექტს არჩევნებში, წინა საარჩევნო სიტუაციაში და ასევე არჩევნების პერიოდში, მაგრამ სამწუხაროდ კიდევ ვიმეორებ, ისაც ჩვენ ნახეთ ყვარელში, ამას არავითარი შეხება და არავითარი კავშირი არ აქვს სამართლიან არჩევნებთან და ზოგადად რაიონის პრობლემების მოგვარებასთან. საქმე რაშია, ხა იცით, ზოგადად როგორც აღნიშნეთ, რამდენიმე კლანი დაუპირისპირდა მოქმედ გამგებელს, ეხლა უკვე გადაყენებულ გამგებელს. დაუპირისპირდნენ ასევე ის ადამიანებიც, რომლებიც 2012 წლის 1 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ ესეთი მოწყვეტით გადაბარგდნენ ქართულ ოცნებაში, რასაკვირველია ამ ადამიანებისგან ჩვენ არავითარ რაღაცა მორალურ ვალდებულებებს და ღირებულებებს აღარ უნდა ველოდოთ. ფაქტი ერთია, რომ თვითონ წარმომადგენლები კოალიციის და ქართული ოცნების განცხადებაც გაკეთდა ეს ქეფიშვილის მომხრეების მხრიდან, რომ მათ ებრძვიან თვითონ შინაგან საქმეთა სამინისტროდან დასახელებული იყო მინისტრის პირველი მოადგილე, მაგრამ აქ საქმე იმაში არ არის ვინვის ებრძვის, საქმე იმაშია, რომ თვითონ ქართულ ოცნებაში ვერ გაითავისეს ის პოლიტიკური პასუხისგებლობა, რომელიც მათ აკისრიათ თვითონ რაიონის და რეგიონის მიმართ. ამიტომ ეს არის სავალალო, მაგრამ ჩვენ კიდევ ვიმეორებ, ვემიჯნებით ყველანაირი პროცესს, ამ ვაკხანალიაში ჩვენ მონაწილეობა არ მიგვიღია და ისევე როგორც ყველა არჩევნებში ჩვენ და პირადად მე გადაწყვეტილი მაქვს, რომ მოვიპოვოთ ღირსეული გამარჯვება და იმედია, რომ
თავიდან დაიწყება ყვარლის აღმშენებლობა, როგორც ეს იყო 2012 წლამდე. პრაქტიკულად ჩემთვის უკვე წინასაარჩევნო კამპანია დაწყებულია, რამდენადაც მე ყვარელში ვარ დროის ძირითადი ნაწილი. ვესაუბრებით ჩვენ მხარდამჭერებს, მოსახლეობას, გვაქვს უამრავი შეხვედრები, ასევე დაგეგმილია შეხვედრები პრაქტიკულად ყველა სოფელსა თუ თვითონ ყვარელში, ქალაქ ყვარელში, ესეთი ყველა მოსახლეობასთან. სირთულეები, რასაკვირველია, სირთულეებზე არავინ არ დაობს, რომ შესაძლებელი იყოს სირთულეები, მაგრამ კიდევ ვიმეორებს, არავის, არც მე მათ შორის, ჩვენ გუნდში არ ეშინია ამ სირთულეების, რეალურად ჩვენთვის უმთავრესია ღირსეული გამარჯვება და არჩევნებში ღირსეული მონაწილეობა ნამდვილად და ვფიქრობ, რომ ზუსტად კიდევ არის დრო დაფიქრდეს კოალიცია ქართული ოცნება იმასთან დაკავშირებით, რომ მათ პოლიტიკური პასუხისმგებლობა აკისრიათ არა მარტო რაიონის და რეგიონის წინაშე, არამედ სრულად სახელმწიფოს წინაშე და ამიტომ უბრალოდ მსგავსი ბატალიები საკრებულოში სკამებისთვის ნამდვილად უხერხულია. სიმართლე გითხრათ, მე არ ვიცი რაზე დაყრდნობით გააკეთა პრემიერმა ეს განცხადება, საიდან მოიპოვა მან ეს ციფრები, 6%-იანი რა კვლევა ჩატარდა, სად გაჟღერდა, რომელი მნიშვნელოვანი კვლევა იყო იმასთან დაკავშირებით, რომ 6%-იანი რეიტინგი აქვს ნაციონალურ მოძრაობას, მე მსგავსი კვლევა არ მინახავს. იცით, არასერიოზულია კიდევ ვიმეორებ ქვეყნის პრემიერ-მინისტრიდან ესეთი აპელირება ისეთ ციფრებზე, რომელიც არ შეესაბამება რეალობას ნამდვილად. ეს უბრალოდ მათი საქმეა, რამდენად არასერიოზულ განცხადებებს გააკეთებენ და ვფიქრობ, რომ ქვეყნის პრემიერ-მინისტრი პირველ რიგში, რომელსაც ასევე პოლიტიკური პასუხისმგებლობა აკისრია ძალიან ბევრი ადამიანის წინაშე და სახელმწიფოს წინაშე, არ უნდა აკეთებდეს მსგავს განცხადებებს. შანსები რასაკვირველია არის ბრძოლის ველი. მე მზად ვარ, ისევე როგორც ყველა ჩვენი კანდიდატი, რომ მართლა ვიბრძოლოთ ღირსეულად და ჩავატაროთ ნამდვილად ღირსეული არჩევნები. მე ადგილზე შემიძლია გითხრათ, რომ ადგილზე სიტუაცია არის ძალიან ნორმალური, ჩვენ ყავს ჩვენი მხარდაჭერები, ვიმუშავებთ და რეალურად ვფიქრობ, რომ 15 ივნისისთვის ყვარლის რაიონში ჩვენ გვექნება სერიოზული გამარჯვება და ამისკენაც მივდივართ. ერთ რამეს მინდა ხაზი გაუსვა, რომ ზოგადად მსგავსი მნიშვნელოვანი კანონის მიღება და კანონპროექტების განხილვა რასაკვირველია უნდა მიმდინარეობდეს საკმაოდ მნიშვნელოვან არასამთავრობოებთან ერთად, იმიტომ რომ არასამთავრობო სექტორი არის ჩვენი საზოგადოების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი, ამიტომ დაფარულად და დამალულად არც ერთი კანონპროექტის განხილვა არ უნდა ხდებოდეს, განსაკუთრებულად ისეთი მნიშვნელოვანი, როგორც არის ანტიდისკრიმინაციული კანონი, რეალურად ზუსტად მას იმ დიდი მოვლენის წინ, რასაც ჩვენ სრულად საქართველოს ელოდება, ეს არის ასოცირების ხელშეკრულებაზე ხელის მოწერა, ასე რომ ვფიქრობ, რომ კიდევ იმედი მაქვს, რომ შესაძლებელია რეალურად თქვათ რაღაც რეკომენდაციების გათვალისწინება, თუმცა კიდევ ვიმეორებ, რომ ნამდვილად ყველა მნიშვნელოვანი კანონპროექტი განსაკუთრებით ისეთი არც განსაკუთრებით ყველა უნდა გახდეს ფართო საზოგადოების დისკუსიის ესეთი შემადგენელი ნაწილი რეალურად.
დიახ, სხვათა შორის კიდევ ვიმეორებ, რომ ეს კანონპროექტი უნდა გამხდარიყო ფართო დისკუსიის საგანი. რეალურად ეს ჩემი მოსაზრებაა, მაგრამ არა მარტო ჩემი, ალბათ ნებისმიერი ისეთ ნორმალური სამოქალაქო საზოგადოების მხრიდან ჩართულობა მსგავსი კანონპროექტის განხილვაში უნდა ყოფილიყო საკმაოდ ისეთი ადეკვატური. რეალურად ჩვენ ვიხილეთ უმრავლესობის მხრიდანაც რამოდენიმე წევრის მხრიდან საკმაოდ ადეკვატური და ნორმალური განცხადება. მათ შორის ქალბატონ ნინოს განცხადება, რომელმაც საკმაოდ კარგად შეაფასა და ძალიან ისეთი მნიშვნელოვანი გზავნილები იყო მისი მხრიდან, მაგრამ კიდევ ვიმეორებ, რომ ფართო განხილვის საგანი უნდა გახდეს ნებისმიერი კანონპროექტი, ისევე როგორც ანტიდისკრიმინაციული კანონი.